მიხეილ ყაბელაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. პატარაძე ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებს. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას მანამდეც 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იკავებდა. პატარაძე თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. დღესვე ირაკლი კობახიძე მინისტრის პოსტზე ახლად დანიშნული თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ქართული ოცნების საკადრო ცვლილებების თანახმად თამაზაშვილი ამ თანამდებობაზე გელა გელაძეს ცვლის, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს დაიკავებს. კობახიძემ გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თამაზაშვილის სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ის არის მრავალმხრივი ადამიანი და მის გამოხატულება ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა მას აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. და მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი და დარწმუნებულია, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო საქმიანობა, ბატონი სულხანის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს მომავალშიც. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ მე გამომიცხადეთ დობა და წარმატგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ ასხედან ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ამ ერთ წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს, რომელიც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანაშრომლის მხრიდან თქვენი აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გადარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება პროფესიონალ ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვია ქვეყნის სამსახური და მართლწესრიგის კანონის დაცვა და სამართლის აღდგენა. საკადრო ცვლილებების შესახებ 21 აპრილს სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებით სუსის უფროსის თანამდებობა მამუკა მდინარაძემ უკვე დატოვა. კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მდინარაძე უხელმძღვანელებს. ის ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს. ამასთან კობახიძის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობასთან ერთად ვიცე-პრემიერიც იქნება.